Შეზღუდვები გადაადგილებაზე რიკოთის გვირაბში 24, 25, 26 და 27 ივნის ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიგრძელება. Სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გახორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შესასვლელ გზაზე. კლიმატური პირობების გავარსების შემთხვევაში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში. რა ხდება ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე ია თინიკაშვილი მოგვიყვება დეტალებს, იაგისმენთ. Am დროისათვის არსებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153 კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში აღნიშნული შეზღუდვები წუხელ გვიანღამით უკვე ამოქმედდა და ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე გვირაბში ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალული იყო. საუხელტეხილო მონაკვეთზე მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილდებოდა შემოვლითი გზით. რაც შეეხება ამ 5დღიანი შეზღუდვების შემოღებას, ამასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს არის გეგმიური წმენდითი სამუშაოები და ამ 5 დღის განმავლობაში გვირაბში იგეგმება როგორც კედლების და თაღის გარეცხვა, ასევე სავენტილიაციო და ელექტროსისტემების მოწესრიგებაც. როგორც ჩემთან საუბრისას გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, უხელ გვიანღამით კონტრაქტორმა კომპანიამ ეს სამუშაოები უკვე დაიწყო. გაწმენდის სამუშაოები მოიცავს სავალი ნაწილის კედლებისა და თაღის წყლის ჭავლით გარეცხვას. ამისათვის აუცილებელი გახდა რიკოთის გვირაბის სრული დაკეტვა და მოძრაობის ნაკადის გადართვა რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე. რაც შეეხება მეწყერის ჩამოწოლის შედეგად თითქმის 2 კვირის განმავლობაში საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და დამეწყრილ ზონაში შეზღუდვები აღარ იმოქმედებს. ამ წუთებში გვირაბში ყველა ტიპის ტრანსპორტი მოძრაობს, ღამის 12 საათზე კი დილის 6 საათამდე მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. რიკოთის გვირაბში შეზღუდვები უკვე ამოქმედდა, ეს ია თინიკაშვილი იყო, მადლობა ია.